საუბარზე საუბრით მინდა რომ დავიწყო, ჩემი აზრით ყველას ვთქვა ულიამ თემასთან დაკავშირებით. მე პირადად ძალიან განვიცი ამ ფაქტებს, რა თქმა უნდა, მოგწალადობას და ჩემი აზრით ეს ყველაფერი ესე არ უნდა მომხდარიყო. მგონია რომ პოლარიზაციის ზოგადად საუკეთესო გამოსავალი და ალტერნატივა გამოსავალი არის დისკუსია, დებატი, ერთმანეთის განსხვავებული აზრის მოსმენა. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ იმ ადამიანს, რომელსაც ვესაუბრებით, იმ მეორე მხარეს ასე ვთქვათ, გაერთიანებდეს ერთი საერთო პოსტულატი, ერთი საერთო ღირებულებება, რომელსაც ჩემი აზრით სამშობლოს რეალური სიყვარული ჰქვია. თუ ორი ადამიანი ჭეშმარიტად ზრუნავს თავის სამშობლოზე, როგორც არ უნდა განსხვავდებოდეს მათი აზრი, ჩემი აზრით საუბარს, დისკუსიას, დებატს უკვე ძალიან ბევრი კარგის მონაცემა შეუძლია. პირიქით ახლა, როდესაც ადამიანს ქვეყანაში ცუდი მომხდარი მოვლენა ახარებს და ქვეყნის კარგი აუბედურებს, ესეთ ადამიანთან ჩემი აზრით საუბარს აზრი არ აქვს სამწუხაროდ. აქედან გამომდინარე, უბრალოდ იმას ვიტყოდი, რომ თუ გაერთიანებს ეს საერთო ღირებულება, ეს ჩვენი საყვარელი საქართველოს სიყვარული, სამშობლოს სიყვარული, ძალიან სამწუხაროდ მიმაჩნია, რომ დისკუსია, დებატი, რომელიც შეიძლება დაწყებულიც არ იყოს, დასრულდეს თქვათ, კოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის დახილით ერთმანეთის არგუმენტის მოსმენის ნაცვლად.